ახლა მინდა გაჩვენოთ, როგორ კეთდება ირლანდიური მაქმანის ერთ-ერთი კიდევ ყველაზე ულამაზესი დეტალი, რომელსაც ტყის კენკრას ეძახიან, არ ვიცი რატომღაც. მოკლედ დავიწყოთ. ძალიან ლამაზია და ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ირლანდიური მაქმანით გსურთ ტანსაცმეს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს ნაქსოვში. ვიწყებთ. ანუ საჩვენებელ თითზე დავეხოთ ძაბს 10 ჯერ. ან 8 ჯერ გააჩნია, მე ვფიქრობ 10 ჯერ ჯობია. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. შემდეგ გამოყვავს პირველი თვალი, რომლითაც ვაფიქსირებთ ამ დახვეულ ძაბს ერთად, ნახეთ როგორია და შემდეგ აგერ მივიღეთ პატარა რკალი, ვიწყებთ ამ რკალის შევსებას აი ასეთი ფორმით, მარტივად. აი ეს ნახში, ეს არის ყველაზე მარტივი თვლები. შევავსებთ ამას კარგად, მთლიანად ამ რკალს, ისე რომ მთლიანად დაიფაროს ეს თითზე, რაც დავიხვიეთ ეს ძაფები. ნახეთ, როგორ მიმდევრობით ვავსებთ ამას კარგად. ხანდახან მოვჭიმავთ, რომ კარგად შეივსოს. ვაგრძელებთ ესე. შევავსებთ. ესე ძალიან სწრაფად იგზავება, არ გეგონოთ, რომ რაღაც განსაკუთრებულად დიდი დრო ჭირდება. ეს დეტალები საკმაოდ ბევრი უნდა გააკეთოთ და როდესაც დაიწყებთ აწყობას თვითონ ნაქსოვის, რაც გაქვთ ჩაფიქრებული, რასაც ქმნით, ჟაკეტი იქნება თუ რაც იქნება. შემდეგ, აი, როდესაც პირველ რგოლს დავასრულებთ, ბოლო თვალს შევაერთებთ პირველთან და ვაგრძელებთ ისევ აი ასე. ვაგრძელებთ იქამდე, ვიდრე თვითონ აი ეს რგოლი მთლიანად არ დაპატარავდება. ახლა გაჩვენებთ როგორ ხდება. ნახეთ. ძალიან მარტივად. არც ძალიან უნდა მოჭიმოთ თვლები და არც ძალიან თავისუფალი არ უნდა იყოს. რომ ამაზად დადგეს შემდეგ.